საშინელება იყო ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო საშინელება ის არის, რომ 10 წლის ბავშვმა უყურა ამას და მოვარდა ნიკა გაიტაცესო. ხო. ეს იყო საშინელება და თანაც იცით, ეხლა უყურებდი კადრებს გიორგი ვაშაძის დაკავებისას. კაცი მიყვება. ხო. ყველაფერი წინააღმდეგობას არ უწევს და როგორ ექცევიან საშინელი აგრესიით, ხო, ამცირებენ. ან ზურა ჯაფარიძეს ამხელა დიდი უბედურება დაემართა, დედა გარდაიცვალა, კაცი განადგურებული, აი ეს თეთრ პერანგიანი ბიჭი, დაბალი 2 მეტრიანი კაცს როგორ უჯიკავებდა. ეს ამათი რაღაც ახალი მოდაა, რომ დაამცირონ ყველანი. შეურაცხყოფა მიაყენო და მე ვთხოვ ყველა დაპატიმრებულ მშობლებს მაგრად იყვნენ. ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ, თუ უგული აწუხებს, მე მივხედავ ამ გულს, მხოლოდ არ მიცეთ სიამოვნების მიღება, როგორც მიიღე სიამოვნება ზურა მოყვანის დროს ამ პანაშვიდზე. საშინელება იყო რაღაცები. ეს არ უნდა განმეორდეს, ამიტომ ყველანი მაგრად უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა ვიამაყოთ, იმიტომ რომ თქვენი მეუღლეები, მამები, ჩემი შვილი, იმიტომ კი არა დაჭერილი რომ ბანდიტია, ქურდია, ხრავს ბიუჯეტის ფულს. სამშობლოს სიყვარულის გამო გააკეთეს ყველაფერი და ჩვენ უნდა ვიამაყოთ მაგად. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად ვიქნები და უნდა დაველოდო იმ პერიოდს, როცა ესენი წაბრძანდებიან და გაუცვლიან ადგილს, მაგრამ ის ციხე ამათვის იქნება საშინელება, იმიტომ ხალხი უკვე ვერ იტანს. ხო. როგორ განიცდიან, უნდა ნახოთ. და მან კიდევ ერთი რეალობაა ჩვენს წინაშე. ყოველ დღე ან მე ვაშუქებ, ან ვუყურებ საინფორმაციოებში წარმოუდგენელ ამბავს, იმდენი მილიონის მითვისება, შეთქმულება, რაღაცა ჯარისკაცების ფულის მოპარვამდეც კი მივიდა საქმე. ისეთი წარმოუდგენელი თანხების შესახებ ჩვენ გვიწევს სამედიცინო აპარატურაზე აკეთებენ ფულს. აი დღეს ჩემს პროდიუსერს